1996 წელს საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანებას ითხოვს. ევროპის საბჭოს წესდების რატიფიცირების, სიგელის დეპონირებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმოწერის შემდეგ 1999 წელს ევროპის საბჭოს ასამბლეა ერთსულოვნად უჭერს მხარს საქართველოს ევროპის საბჭოში 51 ქვეყნად გაწევრიანებას. კენჭისყრის ბოლოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია სიტყვით მიმართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. მისი სიტყვა ევროპულ ოჯახში საქართველოს დაბრუნებას, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას ეხება. დასასრულს ზურაბ ჟვანია ამბობს სიტყვებს, რომლებიც შემდეგ ფრთიან ფრაზად იქცევა. მე ვარ ქართველი და მაშასადა მე ვარ ევროპელი. იწყება საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესი.